ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს 19 საათზე, ჩვენი გადაცემის სამნაწილის სტუმარია კახა კუკავა, ბლოკი საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია. საღამშვიდობისა. საღამშვიდობის. მადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. დღეს თქვენ ჟურნალისტებთან განაცხადეთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა მოატყუა მოსახლეობა და ის არაკეთილსინდისიერად მოიქცა. საუბრობთ რეფერენდუმთან დაკავშირებულ აი ამ პერიპეტიებზე, ასე ვთქვათ, რაში მდგომარეობს ტყუილი, შეგიძლიათ აუხსნათ ჩვენს მაყურებელს. დიახ, ძალიან გულით დაწყვეტით მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ბოლო 1 წლის მანძილზე ჩვენ ვცდილობდით პრეზიდენტთან თანამშრომლობას. ჩვენ გვინდოდა რომ ის შემდგარიყო როგორც ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მაგრამ სამწუხაროდ ის ისევე როგორც საქართველოს წინა პრეზიდენტები სააკაშვილი და შევარდნაძე არის ერთი მცირე სეგმენტის პრეზიდენტი და მან უარი თქვა თავისი კონსტიტუციური ვალის შესრულებაზე, რომ ყოფილიყო არბიტრი საქართველოს მოქალაქეებსა და ყველა პოლიტიკურ ძალებს შორის. კონკრეტულად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ვერ ნიშნავს კონსტიტუცია რეფერენდუმს ამ კონსტიტუციური შესწორების თაობაზე, იმიტომ რომ არსებობს შემზღუდავი ნორმა კონსტიტუციაში და კანონმდებლობაში, რომ თუ არ ჩატარდება რეფერენდუმი მთელ ტერიტორიაზე, ეს არ იქნება ლეგიტიმური. ამით გიორგი მარგველაშვილმა მოატყუა ბატონო ვახტანგ საქართველოს მოსახლეობა. ეს საკითხი არ შედის პრეზიდენტის კომპეტენციაში. საკითხს იმის შესახებ კონსტიტუციური კითხვა და საერთოდ რეფერენდუმის ჩატარების საკითხი შეესაბამება თუ არა კანონმდებლობას, წვეთს არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ცენტრალური საარჩევნო კომისია. ის წერს იურიდიულ დასკვნას, თუ არ შეესაბამება კითხვა კონსტიტუციას, მაშინ ის აღარ უგზავნის და გქონდა ჩვენ პრეცედენტი, მაგალითად მახსოვს ერთი როცა უმუშევრები ითხოვდნენ სოციალური დახმარების აღზე რეფერენდუმის ჩატარების იდეას, რეფერენდუმის ჩატარებას ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაბლოკა ეს და თქვა, რომ არ არის შესაბამისობა. თქვენ ამბობთ, რომ პრეზიდენტს ან დიახ უნდა ეთქვა, ან არა. პრეზიდენტს შეეძლო რომ ეთქვა არა, მაგრამ პრეზიდენტს უარი უნდა ეთქვა ეს თავისი პოლიტიკური პოზიციიდან გამომდინარე, პრეზიდენტს შერცხვა ამისი და დაუმალა საქართველოს მოსახლეობას, რომ ის არის იდეაში და პრინციპში წინააღმდეგი იმისი, რომ კონსტიტუციაში გაკეთდეს ესეთი ჩანაწერი, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის კავშირი. ის ამოეფარა უკან ზურგს უკან იურისტებს და იურიდიულ ნორმებს და ესე განაცხადა, რომ მე კონსტიტუცია არ მაძლევს ამის საშუალებას. პრეზიდენტს ყავს ადმინისტრაციაში ძალიან კვალიფიციური იურისტები, სხვა შორის პატიოსნები, შეიძლება ჩემი და კახა კოჟორიძის ან ანანდოლიძის პოლიტიკური გემოვნება ერთმანეთს არ ემთხვეოდეს, მაგრამ მე გთხოვდით, რომ მათგან აიღოთ კომენტარები, დარწმუნებული ვარ ორივე ეს ადამიანი დაგიდასტურებთ, რომ არაფერ შუაში არ არის მთელ ტერიტორიაზე რეფერენდუმის ჩატარება არ ჩატარების საკითხი, რეფერენდუმის დანიშნვის მიზანშეწონილობასთან. გიორგი მარგველაშვილმა ამ აბსურდული განცხადებით ეჭვქვეშ დააყენა 91 წლის რეფერენდუმი დამოუკიდებლობის ადგენის შესახებ, რომელიც არ ჩატარებულა გუდაუთისა და ჯავის რაიონების ტერიტორიაზე. ეჭვქვეშ დააყენა 2003 წლის რეფერენდუმი, რომელიც არ ჩატარებულა უკვე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დიდწილ რაიონებში, 12-13 რაიონში და ეჭვქვეშ დააყენა მისთვის სათაყვანებელი ნატოს შესახებ 2008 წლის იანვარში ჩატარებული აგრეთვე პლებისციტი, რომელიც ასევე არ ჩატარდა აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და კანონმდებლობის მიხედვით აგრეთვე კანონმდებლობა გულისხმობს, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და გამოდის თვითონ გიორგი მარგველაშვილის და მოქმედი პარლამენტის არიან არალეგიტიმურები. ეს არის სრული აბსურდი. გიორგი მარგველაშვილს დასკვნა რომ გავაკეთოთ, ვახო, რატო თქვა ხა ეს ტყუილი? სულელი ხო არ იყო რომ ეს ტყუილი ერქვა? ეს ტყუილი მან თქვა იმის გამო, რომ მას შერცხვა ეთქვა რეალურად რის გამო არ დანიშნა რეფერენდუმი, რეალურად არ დანიშნა რეფერენდუმი იმის გამო, რომ ის არ ეთანხმებოდა შესაძლო უმრავლესობის პოზიციას, რაც დაფიქსირდებოდა არჩევნებზე. გიორგი მარგველაშვილი იქნებოდა კარგი პრეზიდენტი და ასე მოიქცეოდა ალბათ საფრანგეთის, იტალიის ან ნებისმიერი საპარლამენტო რესპუბლიკის დაუშვათ ავსტრიის პრეზიდენტი, მას რო ეთქვა, რომ მე როგორც პრეზიდენტი, მე როგორც არბიტრი და კონსტიტუციური დაცვის გარანტი ვნიშნავ რეფერენდუმს, მაგრამ მე როგორც ერთი მოქალაქე, რომელიც არ ვიზიარებ ამ კითხვის შინაარსს, არ მივცემ ხმას. ეს იქნებოდა მისი კანონიერი უფლება. მაგრამ მან გამოხატა ორი პოლიტიკური ძალის, ნაციონალური მოძრაობის და რესპუბლიკური პარტიის ინტერესები და არ დანიშნა რეფერენდუმი, იმიტომ რომ მხოლოდ ეს ორი პოლიტიკური ძალა იყო დეკლარირებულად რეფერენდუმის. გასაგებია ამ საკითხზე თქვენი აზრი, ამ თემამ მიიღო ასე ვთქვათ პოლიტიკური შინაარსი, პოლიტიკური პარტიები თითქმის ყველანი ამის შესახებ საუბრობენ და მე მინდა ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით გკითხოთ. თქვენთვის არის თუ არა ცხადი ამ საკითხზე ქართული ოცნების პოზიცია? საჯარო განცხადებები გასაგებია, მაგრამ ამ საჯარო განცხადებების მიღმა ამოიკითხეთ თუ არა მათი რეალური სურვილი? ჩემთვის ცხადი არის, რა თქმა უნდა, ეს და მინდა რომ საქართველოს მოსახლეობასაც შევთავაზოთ ჩემი ხედვა. ქართულ ოცნებას უნდოდა რომ მომხდარიყო ზუსტად ის რაც მოხდა, რომ პრეზიდენტ მარგველაშვილს არ დაენიშნა რეფერენდუმი და მათ დაეჭირათ ორი კურდღელი, რომ ერთის მხრივ კონსტიტუციაში დარჩეს ყველაფერი ისე როგორც არის და მეორეს მხრივ გამოვიდეს ისე თითქოს ქართულ ოცნებას უნდოდა რეფერენდუმის კონსტიტუციაში ცვლილების შეტანა. რეალურად ეს ასე არ არის და საქართველოს მოსახლეობას ვთხოვ, ყველა დროის უსინდისო ხელისუფლებები სარგებლობენ საზოგადოების მოკლე მეხსიერებით და მე ვთხოვ ქართულ საზოგადოებას, რომ ნუ მოვატყუებინებთ და ნუ გამოვაყენებინებთ თავს
ქართულ ოცნებას. ეს არის ის ქართული ოცნება, ვოლსკი და სხვები, რომლებიც დღეს ვიშვიშებენ ამ ჩავარდნილ რეფერენდუმზე, რომელმაც 2 წლის წინ ამ ქართულმა ოცნებამ, მათ შორის ბევრი დეპუტატი იყო ჩოხაში და ქამრახანჯალში გამოწყობილი, მათ შორის ხევსურულის ჯვრიანი ქუდები რო ახურავთ იმ დეპუტატებმაც, ხმა მისცეს ანტიდისკრიმინაციულ კანონს მიუხედავად საქართველოს პატრიარქის თხოვნისა და ვისმა თხოვნამ გადაწონა საქართველოს პატრიარქის და საქართველოს მოსახლეობის 90%-ის სურვილები, ესეც ალბათ არავისთვის საიდუმლო არ არის. ამიტომ ხალხი, ვინც 2 წლის წინ ხმა მისცა აი ამ ასე ვთქვათ საზოგადოებისთვის მიუღებელი ინსტიტუტის დაკანონებას კანონმდებლობაში და ეხლა ამბობენ, რომ აი ჰიპოთეტურად ხარს დაუჭერდნენ ამ შესწორებას მარგველაშვილი რო არ ყოფილიყო წინამდეგი, ისეთივე ფარისევლები არიან, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია. აი რაც შეეხება ქართული ოცნება და გიორგი მარგველაშვილი შინაგანად იდეოლოგიურად არიან ერთი და იგივე პოზიციაზე, მათ უნდათ რომ საქართველოში ტრადიციული ფასეულობები კანონის და კონსტიტუციის დონეზე არ იყოს დაცული. რაც შეეხება იმას, რა გაგრძელება შეიძლება ამას მოყვეს, იცით თქვენ საინიციატივო ჯგუფი საპროტესტო აქციებს აპირებს და მათ თქვენს რომ კონსულტაციებს გამართავენ ყველა პარტიასთან, რესპუბლიკური პარტიისა და ნაციონალური მოძრაობის გარდა. თქვენს ბლოკში რა პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით? თუ კი აქციები დაიწყება, შეუერთდებით თუ არა? პირადად თქვენ რას ფიქრობთ ამ აქციებზე? კი, მე შემიძლია გითხრათ პირადად მე რას ვფიქრობ, იმიტომ რომ ბლოკის ლიდერები ახლა იმყოფებიან დასავლეთ საქართველოში მაჟორიტარების წარდგენას და ჩვენ ამ თემაზე არ გქონია მსჯელობა. პირადად მე ამ ჯგუფის ვინც დააყენა ეს საკითხი, მათი თანამოაზრე არა ვარ, მე არ ვიზიარებ მათ ხედვებს და გიორგი მარგველაშვილის პოზიციას მე იმიტომაც არ ვიზიარებ, რომ რეფერენდუმის დანიშვნა არ დანიშნა არ უნდა წყდებოდეს იმის მიხედვით, ვინ შემოიტანა კითხვა, ამას არ უნდა კონდეს მნიშვნელობა. მე მხარს უჭერ რეფერენდუმის ჩატარებას იმის და მიუხედავად რა მნიშვნელობა აქვს, ახლა მანჯავიძე მოითხოვს თუ ლომჯარია, ეს არ უნდა იყოს განმასხვავებელი პრეზიდენტისთვის. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, მე პირადად ვთვლი, რომ ეს იქნებოდა არასწორი ნაბიჯი, თუმცა კიდევ ერთხელ გეუბნებით, ბლოკში მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას და რატომ? რეალურად ყველაზე ნამდვილი რეფერენდუმი არის არჩევნები. ყველაზე რეალური გზა, აი რო არ იყოს ეს ვითომ, მოჩვენებითი პოზები და ასე შემდგომ, ყველაზე რეალური გზა თუ კი გვინდა რომ საქართველოს კონსტიტუციაში გაჩნდეს ასეთი ჩანაწერი, არის ის, რომ ჩვენმა ბლოკმა პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტი ხმები საქართველოს პარლამენტში. იმიტომ რომ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, ნუ მეტნაკლებად ასე ვთქვათ, რეიტინგულ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომელიც მართლაც ხარს დაუჭერს საქართველოს პარლამენტში კენჭისყრის დროს ამ პროექტს, ეს არის სწორედ ჩვენი ბლოკი. ყველა სხვა პოლიტიკური ძალა, ვახო, დამერწმუნები, შენ კარგად იცნობ, რა თქმა უნდა, ამ პოლიტიკურ ძალებს დიდი ხანია, ისინი რა თქმა უნდა, როცა საქმეზე მიდგება პარლამენტში დადგება ეს საკითხი კენჭისყრაზე, მოიქცევიან ისე, როგორც მოიქცნენ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე. დაუძახებენ რომელიმე სოროსის ფონდიდან და ამერიკის საელჩოდან, მისცემენ რჩევას და დაუჯერებენ ამ რჩევას. პატრიოტთა ალიანსი და ფიქრობთ, რომ პარლამენტში ამ საკითხის პერსპექტივა არ აქვს? პერსპექტივა იქნება იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი ბლოკი პატრიოტთა ალიანსი გაერთიანებული ოპოზიცია მიიღებს ხმების საკმარის რაოდენობას. ქართული ოცნება ესენი არიან ფარისევლები, რომლებიც წინასაარჩევნო დივლიან ჩოხებით, მაგრამ არჩევნების შემდგომ გახდებიან ლიბერალები. და მეორეჯერაც ნახავს ქართული საზოგადოება. კიდევ ერთ საკითხზე მინდა თქვენი მოსაზრების მოსმენა, ეს ასევე ეხება პრეზიდენტს, რომელმაც გუშინ წამოიწყო კამპანია ამომრჩევლების გასააქტიურებლად. თქვენ როგორ აფასებთ ამ კამპანიას და ექნება რა შედეგი შეიძლება მას მოყვეს? პოლიტიკური თვალსაზრისით, თავად პრეზიდენტისთვის, ასევე პოლიტიკური სპექტრისთვის და ამომრჩევლის გააქტიურებას შეძლებს თუ არა ეს კამპანია? პრეზიდენტს ურჩევდი, რომ თავის კაბინეტში ჩამოხსნას სახელმწიფო გერბი და დაახატოს ნიანგის სურათი გააკრას, ოღონდ როტირის ისეთი ცნებლებს რო აღარღვალებს იმ ნიანგის, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში პრეზიდენტის პოზიციები ძალიან გავს ნიანგის ცრემლებს, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან და არჩევნებთან დაკავშირებით და მათ შორის აგრეთვე ახო შენ არ გიკითხია, მაგრამ ერთი განცხადება კიდე გააკეთა მან დღეს საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებით, როცა მოუწოდა მოსამართლეებს ამ სასამართლოზე ეს არის ნიანგის ცრემლები. მე ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ ბოლო 1 წელი არის ყველანაირად ვცდილობდით ჩვენ რომ არასაპარლამენტო ოპოზიციის თანამშრომლობა პრეზიდენტთან ჩაგვეყენებინეთ ცივილიზებულ რეჟიმში, როგორც ეს არის ევროპის ქვეყნებში. პრეზიდენტი გაიყიდა პირდაპირ და კვირიკაშვილის თხოვნით ხელი მოაწერა საკონსტიტუციო სასამართლოს იმ ვარიანტს, კანონს, რომელსაც ეწინააღმდეგებოდა ვენეციის კომისიას და სამოქალაქო საზოგადოებას და ყველა ამბობდა, რომ ეს გამოიწვევს საკონსტიტუციო სასამართლოს პოლიტიზირებას და პარალიზებას. ხელი მოაწერა პირდაპირ წულუკიანის და ტურავას და აი ამ სამარცხვინო კონტინგენტის მიერ მომზადებულ პროექტს და ეხა ნიანგის ცრემლებს აღარღვარებს საკონსტიტუციოზე კითხავთ, აი რაც შეეხება კამპანიას, რაც შეეხება იგივე არის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებითაც პრეზიდენტს დასჩემდა ეს, აი უსუფაშვილს უყარს ახლა გეყოლებათ გონი ეთერში, რომ განცხადებებს აკეთებენ ყველაფერს სწორს და ლამას, მაგრამ ხელს აწერენ ხოლმე აბსოლუტურად საწინააღმდეგო შინაარსის დოკუმენტებს. არჩევნებთან დაკავშირებით პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ერთი თვე არ გასულა ჯერ მას შემდეგ ხელი მოაწერა
საარჩევნო კოდექსის იმ ვარიანტს, რომელსაც თავად აკრიტიკებდა უკანასკნელი 2 წლის მანძილზე, მათ შორის მაჟორიტარების შესახებ და მათ შორის კიდევ უფასო სარეკლამო დროსთან იყო დაკავშირებული ბევრი სადაო საკითხი. ამას მოაწერა ხელი ჩუმად ღამის 12 საათზე, გახსოვთ თქვენ ეს როგორც მოხდა და ეხლა საუბრობს იმაზე, რომ საზოგადოებას დაკარგული აქვს არჩევნების წმენა. და აი ძალიან მაინტერესებს მაგალითად როგორ ჩაატარებს გიორგი მარგველაშვილი აი ამ ახალგაზრდულ საამას, რა ქვია, კამპანიას ხობის რაიონში, ჩემი მშობლიური რაიონი და იმიტომ ამბობ, სადაც ვასილი პავლოვიჩის დროიდან გოდერძი ბუკია ყიდულობს სამორჩევლების ხმენს. ან დმანისელ ამორჩევლებს როგორ დაარწმუნებს, რომ აი კახა ოქრიაშვილმა რომ უკვე იყიდა იქ 15000 ხმა, აი იქ რატომ დმანისელმა პროგრესულმა ახალგაზრდებმა, რომლებმაც დაუშვათ ევროპაში მიიღეს განათლება და თავისი ქვეყნის წინსვლა უნდათ, აი რა მოტივაცია უნდა კონდეთ. მარგველაშვილმა, რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებასთან ერთად ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მოეკლა საქართველოში სამართლიანი არჩევნების იდეა, რომ ისევ ბუკიების, ოქრიაშვილების და აი ამ ფულის ტომრების მიერ ეძლეოდეს ტონალობა ამ არჩევნებს და ეხლა რა თქმა უნდა, იქ სადღაც წავა და ალეფურშეც მოაწყობს რომელიღაც უნივერსიტეტში და სტუდენტებთან ერთად კოკაკოლას დალევს, ეს რა თქმა უნდა ვეღარ შეცვლის უკვე წინა საარჩევნო რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ჩვენ ამაზე წინა ინტერვიუს დროსაც ვისაუბრეთ, მაგრამ პროცესები საკმაოდ სწრაფად ვითარდება საკონსტიტუციო სასამართლოში. ახლა ცოტა სხვა რეალობაა. შეგიძლიათ გვითხრათ რა მდგომარეობა მივიღეთ? აი დღევანდელი დღის მიხედვით საკონსტიტუციო სასამართლოში. საკონსტიტუციო სასამართლოში ჩამოყალიბდა და ოფიციალურად გავლენის ჯგუფები. არის ნაციონალური მოძრაობის ჯგუფი, ყველამ კარგად ვიცით, პაპუაშვილი და ვინ არის კიდევ ვარძელაშვილი. არის დამოუკიდებლებიც არიან, მაგალითად ქეთი ერემაძე და კიდე რამდენიმე მოსამართლე არის, რომელზეც ყველა თანხმდება, რომ მართლაც კვალიფიციური კადრი არის და დამოუკიდებელი. და არის ეხლა გაჩნდა ეს კიდე ოცნების ჯგუფი, ტურავა, სიჭინავა და ასე შემდგომ. გიორგი მარგველაშვილმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც საკონსტიტუციო სასამართლოში უმრავლესობა ვერ მიიღებს გადაწყვეტილებებს, იმიტომ რომ ერთ მოსამართლესაც კიდე ეს ერთი მოსამართლე როგორც წესი ყოველთვის არის ხოლმე ტურავა, უფლება აქვს მოითხოვოს, რომ საქმე განსახილველად გადაეცეს პლენუმს და პლენუმზე უკვე გადაწყვეტილებას იღებს 7 მოსამართლე, ეს კორუმი არასდროს არ შეიკრიბება. და ბოლოს ხდომებზე რა ხდება? ეს არის მარგველაშვილის პასუხისგებლობის საგანი, რომ ტურავას გული ცუდად აქვს, იცით, ყველა ხდომის წინ და დაწובה იქ ბათუმის საავადმყოფოში და ხდომა გადაიდება. მერე სიჭინავა მოდის აქ შოპინგზე ხდომების დღეს თბილისში და ხდომა გადაიდება, საკონსტიტუციო სასამართლო არის პარალიზებული. და ამას ამოიღეთ თქვენი არქივებში, ვახო შენ არ მიყავდა ეგ გადაცემები, რომ ამას რაც ახლა ხდება, აფრთხილებდნენ მას არასამთავრობოები, აფრთხილებდა ვენეციის კომისია, აფრთხილებდნენ, რომ არ შეიძლება კოლეგიალური ორგანო მოქმედებდეს კონსენსუსის პრინციპით, იმიტომ რომ მაშინ ვერასდროს ის გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს და სასაცილო მდგომარეობაში არის სასამართლო ჩავარდნილი. სულ 8 მოსამართლე რო ფიქრობდეს, რომ აი ფეხქვეშ გათელეს კონსტიტუცია, ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებები, საკმარისი არის, რომ ტურავამ თქვას, რომ იცით რა, მე შეუძლოდ ვარ და დღეს ვერ გეწევით სასამართლოს ხდომაზე და საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ეს არის კანონი, რომელსაც ხელი მოაწერა გიორგი მარგველაშვილმა და ამის გამო მიიღო გარკვეული საჩუქრები ქართული ოცნების. გმადლობთ გადაცემაში მონაწილეობისთვის. კახა კუკავა, საქართველოს პატრიოტ ალიანსი გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი იყო ჩვენი სტუმარი. მე ამით გემშვიდობებით, რამდენიმე წუთში უკვე რვიანში ნინო ჟიჟილაშვილი შემოგიერთდებათ ეს მთავარი თემებით, ასე რომ დაელოდეთ რვიანს, მე კი ხვალ შეგხვდებით. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.